სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არსებეთ. გილოცავთ მამდედანო დღევანდელ დღეს. ხსენებას ყოველთა წმინდათა, რომლებიც ოდითგანვე პირველი საუკუნეებიდანვე ცხოვრობდნენ, მოღვაწეობდნენ დედამიწის ზურგზე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე ყველა წმინდანის ხსენებაა ყველა საუკუნეში მოღვაწეთა. წმინდა ეკლესიამ საუფლო დღესასწაულების შემდეგ, აღდგომის, ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ დაადგინა ყოველთა წმინდათა დღესასწაული. ეს არის ზეიმი ყველა წმინდანისა, ასევე ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანისა, ვინაიდან ყველა ადამიანი შეიძლება ითქვას ანგელოზის დღე არის დღეს. იმიტომ რომ ყველა წმინდანი ფაქტიურად ყველა არის თითოეული ადამიანის მფარველი ანგელოზი, გარკვეული ყველა ვის თუ რომელი სახელი ქვია იმის და მიხედვით. ამიტომ დღეს წმინდა ეკლესიამ თავისი ღვაწლის და მიხედვით, რომელიც მათ ჰქონდათ ღვთის წინაშე, ის სათნოებები, რომლითაც მათ განიდიდეს თავი ღვთის წინაშე, ამავე დროს დღეს ერთობლივად, აი ესეთი ერთობით ყველას ერთად წმინდანებს მოიხსენებს დედა ეკლესია. ეს არის ზეიმი მართლმადიდებლობისა, ეს არის ზეიმი ჭეშმარიტებისა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვინ არიან ეს წმინდანები, რატომ იხსენებს დედა ეკლესია მათ ყველას ერთად. პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი, დედა ყოველთა ქრისტიანთა. მან უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ჯვარზე ყოფნის დროს თქვა, უთხრა იოანე ნათლისმცემლებს, რომ ახა დედა შენიო და იოანე ყოვლა წმინდა ღვთისმშობელს უთხრა, რომ ახა ძე შენიო. ამითი მან ყველა ქრისტიანს ფაქტობრივად უწოდა შვილი და ყველა ქრისტიანის დედა არის ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი და მეოხი წინაშე ღვთისა. გარდა ამისა, პირველი საუკუნიდან მოყოლებული მამამთავრები იგულისხმება ყოველთა წმინდათაში, ანუ ძველი აღთქმის წმინდანები, რომლებმაც თავისი ცხოვრება ქრისტეს მოლოდინში განვლეს, მესიის მოლოდინში და მთელი თავისი ცხოვრებით ისინი იყვნენ ნიმუში მთელი იმ კაცობრიობისა, ფაქტიურად ხილული გადმოცემა იყო სიწმინდისა და წმინდა სიწმინდისა და იმ ლოცვითი ღვაწლისა და იმ მოღვაწეობისა, რომელიც თაობიდან თაობას აი ესე ხილულად გადმოეცემოდა. იმიტომ რომ ეს წმინდანები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ დედამიწის ზურგზე, მათი ცხოვრება ხშირ შემთხვევაში 100, 200, 300 წელსაც აღემატებოდა, ამიტომ ისინი იყვნენ ასე ვთქვათ ცოცხალი მემატიანენი იმ ეპოქისა. გარდა ამისა, ძველი აღთქმის წმინდანებში მოვიხსენებ წინასწარმეტყველებს. ეს იყვნენ უდიდესი მნათობნი იმ პერიოდის ეკლესიისა, ისინი იყვნენ მამხილებელი ყოველივე უჯულოებისა, რომლებიც იმ პერიოდში, იმ ეპოქაში, აი ამ ძირითადად კერთაყვანისმცემლობის მხილებით იყვნენ დაკავებულნი, როდესაც ჭეშმარიტ ერს, ისრაელის ჭეშმარიტ მართალ ერს ჰქონდათ გადახრები ხან ერთი კერპისაკენ, ხან მეორესაკენ, მაშინ წინასწარმეტყველები იღებდნენ ხმას, აღიმაღლებდნენ ხმას და სამწუხაროდ და მათი განდიდება სწორედ სამწუხაროდ აი ამ ებრაელების მხრიდან, თვითტომელების მხრიდან ხდებოდა მათი დევნა, შევიწროება და სიკვდილით. და აი ესეთნაირად განიდიდეს თავი. შემდეგ ჩვენ ხედავთ აი ამ მიჯნაზე, ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის მიჯნაზე, წმინდა იოანე ნათლისმცემლის გამოჩინებას, რომელმაც განუმზადა გზა უფლისა, რომლის ხსენებასაც თავის კვეთის პოვნასაც დღესასწაულობს ეკლესია და მას შემდეგ უკვე ქრისტე მოევლინება ამ ქვეყნად და მისი მოწაფეები განაგრძობენ აი ამ სულიერ ასპარეზს. მის მოწაფეებში გულისხმობთ პირველ ყოვლისა
რა თქმა უნდა 12 მოციქულს, შემდეგ ასევე 70 მოციქულს, რომლებიც ყავდა გამორჩეული ქრისტეს და იმ მენელსაცხელ დედებს, რომლებიც წარმოადგენდნენ პირველ ეკლესიას, რომლებიც იყო ასევე მსოფლიო ეკლესიის პირველი საუკეთესო ნიმუში, რომლებმაც ფაქტობრივად შემდეგ თავისი ღვთაებრივი მადლით, ქრისტეს მადლით მოაქციეს მთელი კაცობრიობა. მათ განვლეს ურთულესი გზა ღვთის წინაშე, მათ დაითმნეს ყოველი ტანჯვა, წამება, რომლებიც უხვად ჰქონდათ მათ ხან იუდეველების მხრიდან, რომლებიც ვერ იტანდნენ პირდაპირ შეიძლება ითქვას ქრისტეს, ასევე იმ წარმართების მხრიდან რომის იმპერიის სახით, რომლებიც ასევე ვერ უგებდნენ ქრისტიანობას. ამიტომ მათი დევნა იყო ყოველმხრივი, მაგრამ გამარჯვებაც იყო არაჩვეულებრივი, გამარჯვება იყო საზეიმო. ფაქტიურად აი ამ 12 მოციქულმა მოაქცია მთელი კაცობრიობა, დაამხო უდიდესი იმპერიები, მათ დაამარცხეს ის წარმართულიყოფა, რომელიც იყო მყარად, ესე იგი საკმაოდ ძლიერად გამყარებული ქვეყანაზე და მათ დაამსხვრიეს ეს ცივილიზაცია, რომელიც მხოლოდ წარწმედისაკენ იყო მიდრეკილი. ამის შემდეგ ხედავთ ჩვენ მოწამეთა აურაცხელ რიცხვს. მოწამეებში პირველ მოწამეთა რიცხვი იყო იმდენად დიდი, რომ მათი ჩამოთვლად შეუძლებელია და ეკლესია ითვლის 10 დიდ დევნას. პირველი საუკუნეების ეს მეოთხე საუკუნემდე ხდებოდა ეს 10 პირველი დევნა, როდესაც ქრისტიანები იდევნებოდნენ ქრისტეს გულისთვის. ეს დევნის ფორმები იყო საშინელი. გავიხსენოთ წმინდა გიორგის ბორბალზე ტრიალი, რომელიც ეს ბორბალი კიდე იყო იმდენად ძლიერ ესეთი ისრებით, გრძელი ისრებით გარემოცული, რომ ფაქტობრივად მასზე როგორც კი აწმობდნენ ადამიანს იქვე კვდებოდა, მაგრამ სასწაულები ხდებოდა მაშინაც და წმინდა გიორგის აი ეს სასწაული ერთ-ერთი ნიმუშია იმ ღვთაებრივი მადლისა, რომლის შედეგადაც ადამიანი ხდებოდა, რომ ჭეშმარიტება არის უძლეველი, ქრისტე არის უკვდავი და უძლეველი. ამას ყველა ხდებოდა აი იმ სასწაულებით, რომლებიც იმ პერიოდში ძალიან ბევრი ხდებოდა. ხან ლომებს უკრიდნენ ქრისტიანებს, მაგრამ ისინი ლომები არ ეკარებოდა, მშიერი ლომები ქრისტიანებს. უამრავი შემთხვევა ამისი, უამრავი შემთხვევა, როდესაც დუღარე წყალში აყენებდნენ, ან ცეცხლში წვავდნენ, მაგრამ თან ვერ წვავდნენ და ამითაც ღმერთი აჩვენებდა მათ, რომ ქრისტიანობა არის უძლეველი და ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი. და ამის შემდეგ იწყება მღვდელმთავართა ეპოქა. ეკლესიაში ნელ-ნელა, ვიცით ჩვენ მოციქულებმა დაადგინეს ეპისკოპოსები, რომლებიც ასევე უდიდესი სიწმინდით გზარულებით იცავდნენ წმინდა ეკლესიას. მათი ეპარქიები იყო დაცული ყოველგვარი მტრისაგან, როგორც წყალებლობებისაგან, ასევე წარმართობისაგან და ჩვენ ხედავთ ამის საუკეთესო თხზულებებს და ნიმუშებს პირველ საუკუნეებში, განსაკუთრებულად აღნიშნოთ ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველის, იოანე ოქროპირის ეპოქა, როდესაც ეს უდიდესი მსოფლიო ეკლესიის მნათობებმა შექმნეს უამრავი თხზულება, რომლითაც ფაქტიურად დაამხეს იმდროინდელი წარმართული ცივილიზაცია, თავისი ელინიზმით და თავისი აი ამ რომის იმპერიის, ესე იგი იმპერატორების სიდიადით. და ჩვენ დავინახეთ ეს, როგორ მოახერხეს მათ ეს ღვთაებრივი სიტყვით. ეს არ ხდებოდა არანაირად იარაღით, ეს არ ხდებოდა ძალაუფლებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიტყვით. ამის შემდეგ ვხედავთ ჩვენ მოდის ეპოქა ღმერთშემოსილი მამებისა და დედებისა. ანუ დედათა და მამათა, რომლებიც უკვე ბერმონაზრულ ცხოვრებას ეწეოდნენ, ისინი განსაკუთრებული მოღვაწეობით გამოირჩეოდნენ, განსაკუთრებულად პირველ საუკუნეებში. შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელი ღვაწლიც ჰქონდათ მათ ღვთის წინაშე ნატვირთი. ეს არის წარმოუდგენელი ადამიანის ლოგიკისთვის, ამის დათმენა თუ შეიძლება, ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ ჭამდა, ზოგიერთი საერთოდ არ ცვავდა,
ხან ხეცებთან ცხოვრობდნენ, ხან უკაცრიელ უდაბნოებში ცხოვრობდნენ, სადაც ადამიანიც კი არ არსებობდა, ან იყვნენ მაღლა სვეტზე, ან დაბლა მღვიმეში, როგორც იყო ეს შიო მღვიმელი და ასე შემდეგ და მათი ღვაწლით იქნა ასევე დამტკიცებული ჭეშმარიტება დედამიწის ზურგზე და მათაც კიდე განადიდეს დედა ეკლესია. ასევე ვხედავთ ჩვენ აღსარებელთა უაღრესად დიდ რიცხვს, რომლებიც იცავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მამდადან როგორც ხილული, ისე უხილავი მტრებისაგან. და ასევე ის აურაცხელი წმინდათა დასი, რომლების სახელებიც კი არ იცის დღეს ეკლესიამ, შეიძლება მრავალი მათგანი დღეს კალენდარში არ მოიხსენება და სწორედ დედა ეკლესია დღევანდელ დღეს აი ამ ადამიანებსაც, რომლებიც ესე ხილულად არ არიან განდიდებული, მაგრამ ღვთის წინაშე არიან განდიდებულნი, აი ამ ადამიანების, აი ამ დიდი წმინდანების ხსენებასაც აღავლენს დღეს ეკლესია. ანუ ეს არის მთლიანად ზეციური ეკლესიის ზეიმი. ისინი დღეს გვიყურებენ ჩვენ, ისინი დღეს გვფარველობენ ჩვენ და სურთ რომ მათ წიაღში გვიგულონ ჩვენც. აი ეს არის დღევანდელი დღის შინაარსი. და დღევანდელი დღის სახარება ძმანო და დანო განსაკუთრებულად გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდათ აი ამ წმინდანებს. და რას ამბობს უფალი, რომ ყოველმა რომელმა აღმიაროს მე წინაშე კაცთაო, მეც აღვიარო ის წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. რას ნიშნავს ეს სიტყვები ძმანო და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვაღიარებდეთ ყველა დროს, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა გვიჭირდეს ჩვენ ამისი გაკეთება, ყველა შემთხვევაში უნდა ვაღიარებდეთ, რომ ვართ მართლმორწმუნე ქრისტიანები. ვინც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, ამას უნდა ვაკეთებდეთ აბსოლუტურად უშიშრად. და ვერანაირი მუქარა, ვერანაირი მოსყიდვა ამას ვერასდროს ვერ უღებდა ბოლოს. ჩვენ ვხედავთ ამას საუკეთესო ნიმუშებს ჩვენ წმინდათა ცხოვრებებში და აი ამას მოგვიწოდებს დედა ეკლესია ჩვენ დღესაც. ასე რომ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ გულითა წამს ჭეშმარიტო, მაგრამ პირითა აღიარებდეო საცხოვნებელად, აი ესე უნდა ვიყოთ ყველა ჩვენთაგანი. კი წამს ჩვენ გულით, მაგრამ თუ საჭირო იქნა და არ ვაღიარებ პირითაც და საქმითაც არ დავამტკიცეთ ჩვენი ჭეშმარიტება, მაშინ ჩვენი სარწმუნოება იქნება სრუ, ჩვენი სარწმუნოება იქნება ორპირი, ჩვენი სარწმუნოება არ იქნება მყარი და აი ამ არამყარ ნიადაგზე როგორც წესი არ ამოდის კარგი კეთილი ნიადაგი. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევასრულოთ უფლის სიტყვები. გარდა ამისა, დღეს მაცხოვარი გვახსენებს, რომ ასევე აი ამ სიტყვებს, რომ ვისაცო უყვარსო დედა, მამა, შვილი, ჩემზე უფროსო ის არ არისო, ჩემდა ღირსო. რას ნიშნავს ეს განა? მაცხოვარი კი არ გვიგზავნოს ჩვენი მშობლების და შვილების სიყვარულს. არამედ ამბობს, რომ უფალი უნდა გვიყვარდეს უფრო მეტად, ვიდრე ჩვენი ხორციელი ნათესავები. აი ესეთია ქრისტიანობა და ვინც აი ასე არ იქცევა, ის კარგავს ჭეშმარიტებას. და ამისი ნიმუში არის ინდოეთი, ძმამდადანო, საუკეთესო ნიმუშია აი ამ მოვლენისა. მოგეხსენებათ, თომა მოციქულმა იქა და გაიქ ინდოეთში მოაქცია კიდეც თავისი მეფეები და დედოფლები და ინდოეთი, მაგრამ რა მოხდა? ნელ-ნელა აი ამ ქვეყანამ დაკარგა ჭეშმარიტება, როგორც მრავალმა სხვა ქვეყანამ. და რა იყო ამისი მიზეზი? ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო ეს შემდეგი, ძმამდადანო, დღესაც რო ჩახვიდეთ ინდოეთში, ორი ძირითადი ფასეულობა აქვთ ამ ადამიანებს და ორი დიდი თაყვანისცემის საგანი არის ღმერთი და მშობელი. მაგრამ ადამიანს რომ დააყენო აი ამ არჩევანის წინაშე, რომელი გირჩევნია ღმერთი თუ მშობელი, ის 100%-დან შეიძლება 95-მა, 19-მა თქვას, რომ მშობელი უფრო დიდია ვიდრე ღმერთიო. აი ესეთია მათი სულისკვეთება და მათ სწორედ აი ეს ცნება უფლისა, რომ არ შეიძლება მამა, დედა და შვილი იყოს უფროს ჩემზე ღირს, აი ესეთი ადამიანები აღარ ხდებიან ღირსი
ზვავდა და ნუ ჭეშმარიტებისა. და ამიტომაც დაკარგა ინდოეთმა თავის დროზე და არა მარტო ინდოეთმა, სხვა ქვეყნებაც ნებავს ბუდისტური ნებისმიერი ქვეყანა ავიღო თუ სხვა ისლამური თუ სხვა წარმართული ქვეყნები. იმიტომ რომ აი ეს ჭეშმარიტი სიტყვა ღვთისა მათში ვერ იპოვა გასაქანი ან ჭეშმარიტება. მათში ვერ დაეყრდნო, არ აღმოჩნდა ის კეთილი ნიადაგი, რომელიც იყო საჭირო იმისათვის, რომ აღმოცენებულიყო ეს მშვენიერი ვაზი, რასაც ქვია დედა ეკლესია. და დღეს კიდე ჩვენ გვეუბნებიან თანამედროვე ლიბერალები, რომ აი თანამედროვე ცივილიზაცია ითხოვს იმას, რომ ჩვენ დაუთმოთ ცოტა აი გავყვეთ აი ამ დროის სულისკვეთებას, რომ შევამციროთ და შევარბილოთ და შევცვალოთ კიდეც ის მართლმორწმუნე ეკლესიის დოგმატები და კანონები, ის მოძველებულია თითქოს გვეუბნებიან რომ ცივილიზაცია, პროგრესი ამას ითხოვს, მაგრამ რას ვხედავდით ჩვენ? განა ნაკლები ცივილიზაცია იყო რომის იმპერიაში, განა ნაკლები ცივილიზაცია იყო ელინური სამყარო,